გამარჯობოთ. სახლის კურთხევაზე ვიყავი, რაც იქ ვნახე, არ დამავიწყდება. რქიანი, შიშველი ქალების გამოსახულებები, მიმოფანტული მთელ სახლში. რაღაც მითოლოგიური პერსონაჟები, რაღაც სატანისტური თემატიკა. სახლის მეპატრონე თვალებში მიყურებდა და გულწრფელად ვერ ხვდებოდა, რატომ არის მისი ოჯახის ცხოვრება არეული 10 წლეულების მანძილზე. რატომ არიან მისი შვილიშვილები ფსიქიატრის პაციენტები. მიმტკიცებდა, რომ ჩემი ქალიშვილიო არის მხატვარი და რასაც შენ ხედავო, ეს არისო ხელოვნება. მაღაზიის მეპატრონემ წამიყვანა მაღაზიის საკურთხევლად. ვიდეო კამერები აფიქსირებდნენ ჭერზე მოლივლივე რაღაც შავ ლანდებს. ვინც ჩვენთან შემოდისო, ყველა ცუდად ხდება. ფულის დახარჯვა აღარ უნდათ, პირდაპირ გარბიან. დავიწყე დათვალიერება. აღმოჩნდა, რომ საოჯახო ინვენტართან ერთად ეს ადამიანი ვაჭრობდა რაღაც სატანისტური თემატიკის შემცველი საგნებით. ეს შეიძლება ყოფილიყო ბავშვის სათამაშო, გადაბრუნებული ჯვრით, ან რაიმე მსგავსი. ეს ადამიანი 20 წელია ეკლესიაში დადის, აღსარებას ამბობს, ეზიარება და ვერ ხვდებოდა, რომ რატომ მოგროვდნენ ის შავი ლანდები მის მაღაზიაში. არსებობს ჰიგიენა ხორციელი, როცა ჩვენ ბანაობთ, ლამაზდებით, თავს ვიწესრიგებთ და არსებობს ჰიგიენა სულიერი. არ შეიძლება სახლში სიბინძურეს აგროვებდეთ და გიკვირდეთ, რომ ვარდის სურნელი არ ტრიალებს, არამედ სიმყრალე და რატომღაც ბუზები მოგროვდა. თუ თქვენ ოჯახში ინახავთ დაცემულ ანგელოზს და სამეფოსთან დაკავშირებულ რაიმე საგნებს, შეიძლება ეს იყოს წვალებლური წიგნები, მაცდუნებელი გამოსახულებები, ქანდაკებები, ეს იქნება როგორც მაგნიტი ეშმაკებისთვის. მათ სამართლებრივი საფუძველი ექნებათ, რომ თქვენთან მოვიდნენ, ეს ადამიანიო თავისი საქმეებით ჩვენ გვეძახის. თუ ქრისტიანია, ჩემი გამოსახულება იქ რატომ უდგას? ამიტომ მოვლენ ათობით და ასობით დასახლდებიან თქვენს ცხოვრებაში და თქვენს ბინებში და შესაბამის ცვლილებებს შეიტანენ თქვენს ცხოვრებაშიც და თქვენი ოჯახის ცხოვრებაშიც. როგორც სახლიდან გასვლისას ნაგავს რომ ყრით ხოლმე, ასევე თქვენი ცხოვრებიდან უნდა გადაყაროთ სულიერი ნაგავი. არსებობს სულიერი ნაგავი ორნაირი. ერთია ნაგავი გონებაში, როცა ადამიანს სჯერა ისეთი რამის, რაც რეალობას არ შეესაბამება. მაგალითად, უფალმა თქვა, რომ ადამიანი ერთხელ ცოცხლობს და შემდეგ მიდის სამსჯავროზე. უამრავ ადამიანს სჯერა, რომ არსებობს რეინკარნაცია. და ასე შემდეგ. ღმერთმა რო თქვა ასე, მათ სჯერათ ისე. ღმერთი ბრძანებს ასე, ისინი ასწავლიან ისე. ეს არის სულიერი ნაგავი გონებაში, რომელიც უნდა გადაყაროთ. და არსებობს სულიერი ნაგავი, უკვე მატერიალური, წარმართული ღვთაებების ქანდაკებები. ეს იქნება როგორც რაღაც ტოქსიკური ნარჩენები რომ მოაგროვოთ, ან რადიოაქტიული ნივთიერებები თქვენ ოჯახში. მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ყველანი ავად ხართ, ცუდად ხართ და რაღაც ხდება. ადამიანები ინახავენ ხოლმე ასეთ ტოქსიკურ ნარჩენებს და ამას ეძახიან ხოლმე განათლებას, სილამაზეს, კულტურულ მემკვიდრეობას და ასე შემდეგ. ძალიან ეშინიათ ხოლმე ჯადოების. ვაიმე ჯადო. მაგრამ თავარი ჯადო ეს არის ხოლმე ღვთის საწინააღმდეგოდ მომართული გონება. ღვთისაც რო ვერ იგებს, სახარებას ვერ იგებს, ღმერთს ვერ ეთანხმება. ურჩევნია შეშლილობა, ოპერა, ბალეტი, ფროიდი, ამაში კარგად არის და ღვთისას ვერ ეგუება. ეს არის თავარი სულიერი ჯადო, რომელიც ადამიანს გონებაზე შლის.
ყველას გირჩევთ თქვენი სახლებიდან გადაყაროთ ეს ნაგავი, ანტიქრისტიანული წიგნები, ანტიქრისტიანული გამოსახულებები, ყველაფერი, რაც შეიცავს და განასახიერებს ეშმაკს. ვერ შეძლებთ, რომ შეაერთოთ შეუერთებელი. თუ ბავშვს აჩუქებთ, დევებს ეძახიან ხოლმე. მერე არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ იმას ექნება ფსიქიური პრობლემები. ვერ შეძლებთ შეაერთოთ მადლი და ცოდვა და ტყუილად დავიმახინჯებთ ცხოვრებას. მერთვა გაგახაროთ.